მოტორსის დირექტორი და პირველი ჩვენება მან მისცა ჩემ წინააღმდეგ. A crippled little rata. ტყუილი ჩვენება, ტყუილი და რო ნახოთ, აი იტყვით რომ როგორ შეიძლება დღეს ადამიანს ენდო. ახლა ის თანამშრომლები, რომლებიც არ დამხვდნენ. ხო? საწავიდნენ, გაიხსნენ და წელიწად ნახევარი მთავრდება და ჩემთან არ მოსულა. იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც დამხვდნენ კაცურად, ხო? და ახლა გეტყვი მეორეს. აი ეს არის ღალატი. ამნაირ ადამიანებს ქვია სახელი ვირთხა. და ის ადამიანები ციხეში ერთი დღე რომ მოხვდნენ. და ამას უნდა მოყვნენ, ხო? ხო, ეს ქვეყანა მიცის, ხო? ვიზეც არის საუბარი, იმიტომ რომ მაგაზე საქმე აღზრულია და ხვალ ზეგ ეს რეალურად ჟურნალისტური გამოძიებაც იქნება. უყურეთ, რეალურად სამსახურში ჩემთან მუშაობდნენ ძალიან კარგი ადამიანები. მაგალითად, აგერ არის ჩემი მარჯვენა ხელი არის შალვა ციცხვაია, მუშაობდა თათული გეთაშვილი, ნინო შონია, ხო? რომლებიც იყვნენ რეალურად ჩემი მარჯვენა ხელი, დაკავებიდან მესამე დღეს, მეოთხე დღეს რაღაცა მოუგონეს და გაუშვეს სამსახურიდან. ახლა ყველამ რაღაცა იშოვა. წარმოიდგინეთ, ჩემი კომპანიიდან ჩემს დაუძინებელ მტრებს აძლევდნენ ინფორმაციას. აი თუ ჩემთან მაგალითად ტენდერი გამოცხადდებოდა და ეუბნებოდნენ რომ ჩვენ ესე გამოვაცხადებთ და შენ მოიგებ მერე. და ეს არის გარიგება, ხო? ეს ჩვენ ყველაფერი ვიცით, შევისწავლეთ და ამაზე ბატონმა შალვა მუხემძღვანელა და დღეს ხვალ ყველაფერს ნახავს. კარგი ბატონო. ამ ადამიანებს ქვია მოღალატე. ამ ადამიანების სახელი არის რეალურად ვირთხა. შეო ჯახაშინებულო. მოდი და დამელაპარაკე, ხო? გამოვედი თუ არა ჯერ ესენი არ მოსულა. ეს გაშვებული ვინც იყო თუ რაც მოხდა, მოვიდა შალვა პირველ დღეს რომ გამოვედი და თქვა რომ ბატონო გელა შენ თუ რამეს დააპირებ, მე აგერ ვარ. გვერდზე დამიყენე და დაგიდგები გვერდზე. მეორე ვინც მოვიდა არის თათული გეთაშვილი მოვიდა, დადგა ჩვენს გვერდზე და ნინო შონია. დადგა ჩვენს გვერდზე და თქვა ბატონო გელა თუ რამეში გჭირდები და რამეში გამოგადგები, მე აგერ ვარ. აი უყურე, აი შალვა ციცხვაია ზის აგერ. ახალგაზრდა კარგი კაცია, კარგი დედის, კარგი მამის შვილი, განათლებული იურისტიც არის და რა ვიცი, 9 ენაზე საუბრობს და გამართული